კომპანია Alphabet-ი, რომელსაც ეკუთვნის ტექნოლოგიური გიგანტი Google-ი, უკვე აღარ პირდება საზოგადოებას, რომ არ გამოიყენებს ხელოვნურ ინტელექტს ისეთი მიზნებისთვის, როგორიც არის იარაღი და სამეთვალყურეო ტექნოლოგია. ამის შესახებ ინფორმაცია განახლდა Google-ის ოფიციალურ ვებგვერდზე, საინფორმაციო ბლოგში, სადაც Google-ის ვიცე-პრეზიდენტი და ასევე კომპანია Google-ის ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი საუბრობენ ამ თემასთან დაკავშირებით. ზოგადად ხელოვნური ინტელექტის სფეროში არ არსებობს შეთანხმება ამ საკითხთან დაკავშირებით, მიმდინარეობს დისკუსია თუ რა პრინციპით გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი და საკმარისია თუ არა მხოლოდ კომერციული მოგება, ასევე არ არსებობს ერთიანი აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ გამოიყენონ თუ არა ხელოვნური ინტელექტი ბრძოლის ველზე და ასევე სამეთვალყურეო სათვალთვალო ტექნოლოგიებში ერთი აზრი ამასთან დაკავშირებით არ არსებობს, თუმცა როგორც Google-ის წარმომადგენლები ამჟამად განმარტავენ, საჭიროა რომ ხელოვნური ინტელექტი გამოიყენონ ნაციონალური უსაფრთხოებისთვის და ამისათვის მნიშვნელოვანია რომ ბიზნესი და ხელისუფლება ერთდროულად მუშაობდეს ამ თემასთან დაკავშირებით. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომაც ისინი ცვლიან ამ პრინციპს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების, რომელიც ჯერ კიდევ 2018-ში შემუშავდა. და სწორედ ამასთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე წელია ხელოვნური ინტელექტის რეგულაციასთან დაკავშირებით გამოდიან ღია წერილებით ტექნოლოგიური მილიარდელები, მათ შორის არის ილონ მასკი, ბილ გეიტსი, მათ ასევე საუბარი ჰქონდათ სენატში ამის თაობაზე, რომ მნიშვნელოვანი არის რეგულაცია და რომ ხელისუფლებამ ამერიკის შეერთებული შტატების და ბიზნესმა ერთდროულად იმუშაონ ამ თემასთან დაკავშირებით, რადგან როგორც კომპანია Google-ში მიაჩნიათ, ამჟამად მსოფლიოში არის ნამდვილი რბოლა ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის და მნიშვნელოვანია რომ ამ რბოლაში ლიდერული პოზიცია ჰქონდეთ დემოკრატიულ ხელისუფლებებს, ასეთ გამარტებას აკეთებენ ტექნოლოგიურ გიგანტში Google-ში ამასთან დაკავშირებით. ხელოვნური ინტელექტი განსაკუთრებით და მის მიმართ ინტერესი გაიზარდა 2022 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც კომპანია OpenAI საზოგადოებას წარუდგინა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული ჩატბოტი, რომელიც არის ChatGPT და მას შემდეგ მართლაც გაიზარდა მოთხოვნა ხელოვნური ინტელექტის და თანდათანობით ხელოვნური ინტელექტი ადამიანის ყოველდღიურობის ნაწილი ხდება.